საინტერესო მოწყობილობა გვაქვს ჩვენ ახლა სტუდიაში. ჯარას თაფლს აქვს შესაძლებლობა, უკეთ მიიღოს სერტიფიკატი და აქვს შესაძლებლობა ლეგალურად გავიდეს უცხო ქვეყნის ბაზარზე. ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ასლან შაქარაძე არის ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით, აგვიხწერეთ ეს. ჩვენ უნდა ავხსნათ რა არის ჯარა, ხო, თავარი არის აი ჯარა. მისი უპირატესობა. მოგესალმებით, ჯარა არის ერთ-ერთი ტრადიციული დარგი, უძველესი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია ეწეოდნენ ჩვენი წინაპრები. ამ ეტაპზე 2018 წელს ჩვენ შევისწავლეთ ეს ინფორმაცია, რამდენმა განაგრძეს ტრადიციული დარგი მეფუტკრეობა, ჯარა მეფუტკრეობა, თუმცა ცნობილია გეჯური მეფუტკრეობით, წიგნებში და სხვადასხვა მაშინ გეჯური მეფუტკრეობა მოყვება. 2018 წელს აჭარაში შემოვიარეთ თლიანად მოკლედ. ანუ ჯარა არის, ანუ ყუთის კი ბატონო, ჯარა მორი, ხის მორი, ხო? ხის მორი, რომელიც არის გამოთლილი, გადავაღებ ახლა. ესე იგი, ითვლება შესაბამისი ხელსაწყოთი ეჩოქვი ამას. ეს არის ქვედა ნაწილი, ესა ზედა ნაწილი, სადაც თვითონ ფუტკარი მისი დიზაინით თვითონ აკეთებს ფიჭასას და თაფსაც. ანუ ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს თაფლის დამზადება. ეს არის უპირატესობა. დიახ, ეს არის ტიხარი. ეს არის პირველი მაგალითი, როგორი იყო, თქვა, საუკუნეების წინ თაფლის მოპოვება ადამიანების მიერ. კი ბატონო, სულ პირველად, ესე იგი, ნუ თავიდან ცხოვრების შეხვდა ტყეში აღმოაჩინა ხეფუტკარა, სადაც თვითონაც არ იცოდა სულ პირველად, როცა შაშეშეთ დახია მორები, აღმოჩნდა, რომ წამოვიდა თაფლის ნიაღვარი, შეიძლება ითქვას. ამის მერე დაინტერესდნენ. შემდეგ მსგავსი ტიპის ხეს რო იაკლიეს, ზუსტად ამ ზომის ან გომიარე რომაში კონკრეტული სახეობაა ეს ხის, ანუ რა? დიახ, ხეში იყო, ხეში. რომელიმე ნებისმიერ შესაძლებელია ეს ყოფილიყო, უფრო მეტად ცაცხლი, რადგან ცოტა თბილია. რომელიც სიღრუე ახასიათებს, თუნდაც წიფელი, თუნდაც თხმელა და ამ შემდეგ. შემდეგ მსგავსი კადრებიც გვაქვს და კი ბატონო, მსგავსი მაგარი ფილმია გადაღებული ეს. მსგავსი ფორმის ამოიღო, მოიტანა სახლში, ოღონდ თაფლის ამოღება გაუჭირდა შემდეგ. იმიტომ რომ იქ ფუტკარი იყოფოდა, სადაც ერთი ნაწილიდან მოძრაობდა. შემდეგ დაამზადა, გახეთქა თავისთვის მოსახერხებელი ფორმით დაამზადა. მარტივი ყოფილიყო თაფლის ამოსაჭრელი. რა არის მისი უპირატესობა იმ ყველაზე უფრო გავრცელებულ ყუთ სკასთან მიმართებით? თანამედროვე ტიპის სკები, რომელიც გადავიდა ფაქტურად ყველა მეფუტკრემ, მარტივია, რომ მეტი ყურადღება მიაქციო შემოწმების მხრივ, იქ შეამოწმოდა და ფუტკარი როგორი ნაყოფიერია, მუშა-ფუტკარი რამდენია. უფრო მარტივია მოსახმარება. მარტივია, თუნდაც სხვა მარტო თაფს ხო არ ძლევა ფუტკარი. მაგრამ ფუტკრისთვის რამდენიმე დაფა თვითონ ფუტკრისთვის რომელია ადამიანისთვის გასაგებია, რომ უფრო მარტივია. თვითონ ფუტკრისთვის არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის იდეალური, სადაც შეხება არ ხდება მეფუტკრის მიმართ და არ არის სტრესულ მდგომარეობაში არ აყენებს. იმიტომ ფუტკარს აქვს ყველა მისასვლელი დამახსოვრებული, თუნდაც რაღაცა გარე ფერადი შეფერილობით. ბატონო, ეს ჯარა კონკრეტული შეიძლება ნებისმიერ ხეზე ვთქვათ დაიდოს, ტყეში, იყოს რაღაცა პერიოდის განმავლობაში და შემდეგ მივიდეს მეფუტკრე და ჩვეულებრივად დაიღოს ფუტკართან შეხების გარეშე. არ ფუტკარს აქედან მიდის შებულება, ფუტკარი ცლის ამ ტერიტორიას, სადაც რო ზის, იქ იმ ადგილს იკავებს, იმ ადგილს აკონტროლებს და აქ გამყოფის აქეთ ცოტა აზარტულია რა თაფლის ამოღება, ამიტომაც ეხარი რომ არ შეეხო საზამთროს რომ დაუტოვოთ მისი მარაგი. ამის იქეთ ამის უკანა კუთხეს ეკუთვნის და ექსპორტზე გატანისას რა არის ხო, აი ეგ მაინტერესებს. ჯარამ განსაზღვრა თაფლის ხარისხიანობა? დიახ, ესა ჯარამ განსაზღვრა, იმიტომ რომ ეს არის მარტივი მისაღწევი, ჩვენ 24 ფეფუტკრე გვყავს ბიოსერტიფიცირებული უკვე. ბიოთაფლს ვინც აწარმოებს. ბიოთაფლს ვინც აწარმოებს. ეს მიახლოებით მიმდინარე წელს დაწყებული ამოღება ეს პროცესი, ცოტა ნუ რაღაცა პანდემიასთან დაკავშირებით შევჩერდით. მიახლოებით იქნება 3 ტონამდე ამ 24 მეფუტკრიდან. ვახ.
სკავსი ფორმის არის. რა ხო ეს მე ფიჭიანი განსხვავება. ფერმერები დამოუკიდებლად აკეთებენ, გადიან ამ პროცედურებს თუ ეხმარება მათ ვინმე, იმიტომ რომ იმისთვის რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე რაღაც სტანდარტებს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს თაფლი. დიახ. ამიტომ ერთ-ერთი კომპანია რომელიც კავკასიათია ეს იძლევა სერტიფიცირებას. მათი სერტიფიკატი აღებულია ევროპის ყველა ქვეყანაში და ეს იძლევა იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სერტიფიცირების პროცესი არის ერთწლიანი. ყველა სტანდარტი იწყება სტანდარტული დაგმოყოფილება, რა იწყება ჯარასკის განლაგება, ჯერ რა პირობებშია განლაგებული, ქარხანა უნდა იყოს, ტრასა უნდა იყოს ახლოს და რაღაც გამონაბოლქვი რო არ იყოს, შემდეგ ნომერიზაცია, სარწყულებელი, ჩანაწერები, ლაბორატორიული კვლევა ტარდება. ბოლოს ამის შემდეგ ლაბორატორიული იღება სინჯები რამოდენიმე მეფუტკრიდან, მიდის გერმანიის ლაბორატორიაში და რა ჩვენა სინჯმა? ყველა ბარიერი გადალახა აბსოლუტურად. ბატონო ასლან, აი ამ დავიცავთ ყველა სტანდარტი, რაც რო კავკასიის მოთხოვნაში იყო. აი ამ თაფლის შეძენა არის შესაძლებელი ადგილობრივ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ეხლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც არის კახური ტრადიციული მეღვინეობა, გამოთქვა სურვილი. ეს არის ქედაში არის საწარმო, აგროქედა. ენას ბრენდით გამოდის, თვითონ მარკეტებში, მის მარკეტებში აქვს. ეხლა ეტიკეტი იბეჭდება ბიოსერტიფიცირებისა, რომელიც უნდა გაეტანოს საზღვარგარეთ რა. ანუ ადგილზეც გვაქვს შესაძლებლობა რომ ქართულ პროდუქციას, ქართულ მეწარმეებს შევუწყოთ ხელი და შევიძინოთ ეს პროდუქტი. რა თქმა უნდა, თავისუფლად. ბუნებრივია მნიშვნელოვანი ადგილობრივ ბაზარზე მისი დამკვიდრებაც და პოზიციონირებაც. უცხოეთის ბაზარს რაც შეეხება, რომელი ქვეყანაა საექსპორტე გამზადებული? ამ ეტაპზე არის კანადა, ამერიკა. ვა, საკმაოდ შორი მანძილი აგიღიათ იაპონიაში საორიენტაციოდ. გავაგზავნეთ და საახალწლოდ ჩავა ალბათ. რატომ ინტერესდებიან საქართველოსდან ჯარა თაფლით იაპონიაში? ეს დარგი, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეწეოდნენ, სოფლიოში რამოდენიმე ქვეყანაში ძალიან ძვირადღირებულია. ეს არის ერთი მაგალითად 3 კილოიანი ფიჭა რო ჩამოაშენოს სანთელი. ბუნებრივია და პირდაპირ ფიჭით მიირთმევა და განსხვავება კიდევ იმაშია, რომ თანამედროვე ტიპის სკებში, როცა გამოწურულია, გადაბეჭდილს ვაცლით, ზემოთ რომ გამოიწუროს. გადაბეჭდილი იმის ნიშანია, რომ თაფლი არის მწიფე და ხარისხიანი. ეს არის ნატურალური პროდუქტი ყველანაირი გადაბეჭდილი, აი მაგას ვი გადაბეჭდილი რა. რა არის, რას ნიშნავს გადაბეჭდილი? ანუ ფუტკარი როცა აპკები. დიახ, ფუტკარი როცა ფუტკარი როცა ბეჭდავს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არის მწიფე თაფლი. ან ფუტკარმა დაასრულა მუშაობა, დახუფა საზამთროდ და ჩვენ ავიღეთ და არანაირი სხვანაირი შეხება, ვთქვათ, სხვა რაღაცა. ასევე გვაქვს მეორე სახისა კიდე, რომელიც ქილაში მისი წვენით, ანუ დაჭრის დროს აღრული წვენით ესმება. აი ჩემმა შუათანაშვილმა ზუსტად 6 წლისა მე გიკითხა, რომ რატომ გვაქვს სულ თაფლი უფიჭოთ? ფუტკარი ხო ფიჭაში აკეთებსო? აი ესე იგი იაპონელი რომ ყოფილიყო, ისიც აუცილებლად მიიღებდა თქვენს თაფლს თუნდაც საქართველოსდან. წარმატებას გისურვებთ ბატონო ასლან, იმედია რომ საქართველოს პროდუქცია კიდევ უფრო და უფრო ფართოდ გავა და ჯარას თაფლი და თქვენ შრომა დაფასდება. ამდენად ბოლოს მინდა კითხოთ და დავასრულოთ მოკლედ თუ შეიძლება ვთქვათ, რამდენად არის აი ბოლო პერიოდში თქვათ აჭარაში კონკრეტულად ადამიანები მიხვდნენ თუ არა იმას ფერმერები კონკრეტულად რომ შეიძლება ასე უფრო მაგარი იყოს, ასე უფრო კაი პროდუქტი მიიღონ და უფრო თქვათ ხარისხიანი თაფლი მიიღონ, უფრო თქვათ ექსპორტზეც შორს წავიდნენ და გასაგებია რომ რთულია ასე უფრო თაფლის მოპოვება, მაგრამ თუ არის დაინტერესება ფერმერებში რომ ამ მეთოდს მიმართონ. დიახ, რა თქმა უნდა ეს მზარდია ეს ჯარმეფუტკრებისა, ჩვენ თავიდან დავიწყეთ სულ რაღაც 3-4 ათეული მეფუტკრე გამოვნახეთ და მივაკვლიეთ. ეხლა 82 მეფუტკრეა რომელიც ჯარმეფუტკრებს ეწევა და ჩვენ ასოციაციაში რეგისტრირებულია, ფაქტურად ასოციაციას აქვს მე შეწამლის სერვისი აქვს, ბიოპრეპარატების როცა წამლეთ ხელშეწყობა აქვს და ყველანაირად ხელს უწყობს. ისე ველურ ტყეში მოყვანილი თაფლი უფრო სასარგებლოა თუ ჩვეულებრივ? თაფლი როგორც ასეთი ყველა სასარგებლოა, მაგრამ ჯარაში განსხვავება არის, რომ ყველა შემცველობა აქვს. წლის განმავლობაში ერთხელ იღება ჯარას თაფლი. მხოლოდ ერთხელ და მთლიანად ჯამში 3 ჯერ იხსნება. ანუ
დამოუკიდებლად არის ყველაფერი. შიგნით არის ყველა მცენარე, რაც თუ თაფლოვანი. ანუ ჯარა არის ოქროს ხერხი. ფუტკარს და მოაქვს და პრინციპში მეფუტკრეებს ალბათ განსაკუთრებით უწყობს ხელს აჭარის ბიოფლორა, საკმაოდ მდიდარი ტყეები და ხემცენარეები. გისურვებთ წარმატებას ამ თემის უფრო რთულად გავრცობეთ შეიძლება, თუმცა დრო არ გვეძლევს შესაძლებლობას. ასლან შაქარაძე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. მოკეთ მივირთვათ თაფლი, მივიღოთ მინერალები, ვიტამინები, იგივეს ვიმეორებთ, დავიცვათ ჩვენი თავი და გარშემო მყოფები საფრთხეებისგან. ჯანმრთელობას გისურვებთ, ხვალ 13 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. ხვალამდე.